ვაგრძელებთ Excel-ის გაკვეთილებს, სამ გაკვეთილში განვიხილოთ მონაცემების მიმატებას, გამოკლებას, გამრავლებას და გაყოფას. თქვენი დავალება არის ამ მონაცემების თქვენს დოკუმენტში გადატანა. დაიწყეთ მუშაობა პირველი უჯრიდან. აერთ უჯრაში ჩაწერეთ გვარის სახელი და ამავე სვეტში ჩამოწერეთ გვარები და სახელები, შემდეგ ხელფასი, პრემია და ასე შემდეგ. დარიცხული თანხის ქვემოთ დატოვეთ ცარიელი უჯრები, ასევე ხელზე. აქაც დატოვეთ ცარიელი უჯრები. აქ უნდა მოხდეს გამოანგარიშებები და ამიტომ არის დატოვებული ცარიელი უჯრები. გადაიტანეთ როგორც არის თქვენს დოკუმენტში ეს მონაცემები და შემდეგ გავაგრძელოთ მუშაობა. ეს არის მაგალითი თუ როგორი იქნება ჩვენი დოკუმენტი დასრულების შემდეგ. გამოვიანგარიშოთ გოცირიძე გიორგის დარიცხული თანხა. ვიცით მისი ხელფასი, მისი პრემია, დარიცხული თანხის მისაღებად ხელფასს დავუმატებთ პრემიას. ამისათვის მოვნიშნოთ D2 უჯრა, სადაც უნდა მივიღოთ გოცირიძე გიორგის დარიცხული თანხა, დავაწყაპოთ D2 უჯრაზე და კლავიატურაზე ავკრიბოთ უდრის. შემდეგ მოვნიშნოთ გოცირიძე გიორგის ხელფასი, ანუ უჯრა, სადაც წერია 350. დავაწყაპოთ Z. შემდეგ კლავიატურაზე ავკრიბოთ დამატება. დამატება არის მოთავსებული ზედა რეგისტრის სიმბოლოებში. ამიტომ მისი აკრება მოხდება Shift კლავიშის კომბინაციით. ანუ ვაჭერთ შრიფტს, არ უშვებთ და შემდეგ შესაბამის სიმბოლოს. და ახლა მოვნიშნოთ გოცირიძე გიორგის პრემია, ანუ უჯრა, სადაც წერია 100. დავაწყაპოთ. როგორც ხედავთ, D2 უჯრაში მივიღეთ შემდეგი ფორმულა. ეს უჯრა უდრის B2-ს დამატებული C2. ანუ დარიცხული თანხა უდრის ხელფასს დამატებული პრემია. დავაჭიროთ კლავიშ Enter-ს, რის შემდეგაც მივიღებთ საბოლოო პასუხს. მივიღეთ 450. თუ მოვნიშნოთ ამ უჯრას, ფორმულის ველში აისახება ამ უჯრაში შესრულებული ფორმულა. უდრის B2-ს დამატებული C2. გადავიდეთ შემდეგ უჯრაზე და გამოვიანგარიშოთ სულ ყველა მომხმარებლის დარიცხული თანხა. ახლა ვიანგარიშოთ ხელზე ასაღები თანხა. მოვნიშნოთ F2 უჯრა და ისევ ავკრიბოთ უდრის. ანუ ყოველთვის, როდესაც ვიწყებთ რაღაც გამოანგარიშების შესრულებას, უჯრაში ვწერთ თავიდან უდრის. ეს უჯრა უდრის დარიცხულ თანხას გამოკლებული გადასახადი. მივიღებთ ხელზე ასაღებ თანხას. მოვნიშნოთ დარიცხული თანხა, შემდეგ კლავიატურაზე ავკრიბოთ გამოკლება და მოვნიშნოთ გადასახადი თანხა. დავაჭიროთ Enter-ს. მივიღეთ 440. გამოვიანგარიშოთ დანარჩენიც. 650 გამოკლებული 15. Enter. იგივენაირად შეგვიძლია ვიანგარიშოთ გამრავლებაც და გაყოფაც. მოვნიშნოთ რომელიმე ცარიელი უჯრა და შევიდანოთ რამე რიცხვი. გვერდით უჯრაშიც და ახლა მოვნიშნოთ ის უჯრა, სადაც უნდა მივიღოთ ამ ორი რიცხვის ნამრავლი. ავკრიბოთ უდრის, მოვნიშნოთ 100 და კლავიატურაზე დავაჭიროთ გამრავლების კლავიშს. ამ შემთხვევაში გამრავლება არის ფირკი. დავაჭიროთ Shift კლავიშს არაუშვად და შემდეგ შესაბამის კლავიშს. მოვნიშნოთ 5 და დავაჭიროთ Enter-ს. 100 გამრავლებული 5-ზე არის 500. წავშალოთ 500, დავწეროთ უდრის და ახლა მოვსინჯოთ 100-ის 5-ზე გაყოფა. მოვნიშნოთ 100 და კლავიატურაზე ავკრიბოთ გაყოფა. გაყოფა ამ შემთხვევაში იქნება კლავიში, რომელზეც ასახულია დრობი. მოვნიშნოთ 5 და დავაჭიროთ Enter-ს.
100 გავყოთ 5-ზე არის 20. წავშალოთ და გავაგრძელოთ მუშაობა. ახლა ჩავხაზოთ ცხრილი. რადგან თუ კი არ ჩავხაზავთ ცხრილს, ჩვენი დოკუმენტი ამოიბეჭდება ასეთი. ცხრილის ჩასახაზად მოვნიშნოთ ყველა ის უჯრა, რომელთანაც გვაქვს შეხება. დავიწყოთ პირველი უჯრიდან. დავაჭიროთ მაუსის მარცხენა ღილაკს, არ ავუშვათ და მივიტანოთ ბოლო უჯრამდე. ისე, რომ გამოიყოს ყველა ის უჯრა, რომელთანაც გვაქვს შეხება. ამის შემდეგ ხელსაწყოებში დავაწყაპოთ კონტურების სიის ჩამოშლელ ღილაკს და ავირჩიოთ ყველა საზღვარი. დავაწყაპოთ სადმე, როგორც ხედავთ, ჩაიხაზა ცხრილი. ახლა პირველ სტრიქონზე გავაკეთოთ დამუქება, ხაზგასმა და ცენტრირება. ამისათვის მოვნიშნოთ პირველ სტრიქონზე მოთავსებული მონაცემები და ხელსაწყოებში დავაწყაპოთ გამუქების ღილაკზე. ასევე ხაზგასმის ღილაკზე. უჯრებში მონაცემების გასწორებისთვის გვაქვს 6 ღილაკი. ზედა 3 არის ვერტიკალური გასწორებისთვის, ქვედა 3 არის ჰორიზონტალური გასწორებისთვის. პირველი არის ზედა კიდეში მოთავსება, მეორე არის ზედა და ქვედა კიდიდან ცენტრირება, მესამე არის ქვედა კიდეში მოთავსება. ჰორიზონტალურ გასწორებაში პირველი არის მარცხენა კიდეში მოთავსება, მეორე არის მარცხენა და მარჯვენა კიდიდან ცენტრირება და მესამე არის მარჯვენა კიდეში მოთავსება. ჩვენ გვჭირდება უჯრის შუაგულში მოთავსება, ამიტომ ავირჩიოთ აქაც ცენტრი და ქვემოთაც ავირჩიოთ ცენტრი. შემდეგ სახელლაგვარებს გავუკეთოთ დახრა და ციფრებს გავუკეთოთ ცენტრირება. ამისათვის მოვნიშნოთ სახელლაგვარები და დავაჭიროთ დახრის ღილაკს. შემდეგ მოვნიშნოთ ციფრები და გავაკეთოთ ცენტრირება. ახლა კი შეგვიძლია შევინახოთ ჩვენი დოკუმენტი. ამისათვის დავაწყაპოთ Office ღილაკზე. გაშლილ ჩამონათვალში დავაწყაპოთ Save ბრძანებაზე. მარცხნივ ჩამონათვალში შევარჩიოთ ის სივრცე, სადაც გვინდა ჩვენი დოკუმენტის შენახვა. ამ შემთხვევაში მე შევინახავ სამუშაო მაგიდაზე, ამიტომ ავირჩიე Desktops. დავარქვათ დოკუმენტს სახელი. პროგრამამ ავტომატურად შეურჩია წიგნი 1. შეგვიძლია ჩავაწყაპოთ შიგნით, Backspace კლავიშით წავშალოთ და დავარქვათ ჩვენთვის სასურველი სახელი. დოკუმენტი 1. დავაწყაპოთ Save. დავხუროთ პროგრამა X-ზე დაწყაპებით და ვნახოთ ჩვენი შენახული დოკუმენტი. ეს არის ჩვენი შენახული დოკუმენტი. შეგვიძლია გავხსნათ, დავაწყაპოთ Z ორჯერ მარცხენა ღილაკი და თუ კი გვექნება სურვილი, შეგვიძლია შევიტანოთ რაღაც ცვლილება. მაგალითისთვის მოვნიშნოთ სახელი და გვარები და გავუკეთოთ გამუქება. როდესაც არსებულ დოკუმენტში შევიტანთ რაღაც ცვლილებას, ფანჯრის დახურვის დროს პროგრამა გამოგვიტანს დიალოგურ ფანჯარას, სადაც გვეკითხება: გინდათ თუ არა ცვლილების შენახვა? თუ კი გვინდა, დავაჭერთ Yes ღილაკზე, თუ კი არ გვინდა ცვლილების შენახვა, დავაწყაპებთ No ღილაკზე, თუ კი ამ ფანჯრის დახურვა გვინდა, დავაწყაპებთ Cancel ღილაკზე. დავაწყაპოთ Yes, ანუ ცვლილების შენახვა. ამით გაკვეთილი დასრულებულია. მომავალ შეხვედრამდე.